გვერდი 97. როგორც შევთანხმდით, ჩვენ ესე იგი საზეპირო ამოცანებს არ გავაკეთებთ, თუმცა ზოგზე შეიძლება მაინც რაღაცა კომენტარი გავაკეთო. ნუ ხლა აქ გარკვეული ამოცანები ეხება სიტუაციას, რომელიც ინერციულ ათვლის სისტემებთან არის დაკავშირებული. მოდით გავმარტოთ, რომელი არის ინერციული ათვლის სისტემა. ინერციული არის ათვლის სისტემა იმ შემთხვევაში, თუ მასში სრულდება ნიუტონის პირველი კანონი. ესე იგი, სისტემა არის ინერციული, თუ სხეული იმოძრავებს წრფივად და თანაბრად, მაშინ როცა ამ სხეულზე ან არაფერი არ მოქმედებს, ან რაღაცები მოქმედებენ, მაგრამ ეს მოქმედებები კომპენსირებულია. მაშინ ეს სისტემა არის ინერციული ათვლის სისტემა. ესე იგი, ეს უნდა გვახსოვდეს, ესე იგი, ეს პირველი და მეორე უნდა გვახსოვდეს ის, რომ თუ გვაქვს რომელიღაცა სისტემა დავადგინეთ, რომ არის ინერციული, მოდით კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, როგორ უნდა დავადგინოთ, რომ გვაქვს ინერციული ათვლის სისტემა. უნდა დავადგინოთ შემდეგნაირად. უნდა შევამოწმოთ, სრულდება თუ არა ამ სისტემაში ნიუტონის პირველი კანონი. ესე იგი, ვნახოთ, ესე იგი, დავრწმუნდეთ, რომ სხეულზე არაფერი არ მოქმედებს და თუ ეს სხეული ან უძრავი იქნება, ან წრფივად თანაბრად იმოძრავებს, მაშინ ესე იგი ეს სისტემა არის ინერციული. ერთი ეგ უნდა გვახსოვდეს და მეორე, ესე იგი, თუ ჩვენ ვიპოვეთ, თქვათ, ერთი ინერციული სისტემა, ნებისმიერი სხვა სისტემა, რომელიც ამ უკვე ნაპოვნი ინერციული ათვლის სისტემის მიმართ წრფივად და თანაბრად მოძრაობს, ასევე ინერციული იქნება. ესე იგი, ეს ორი პრინციპი უნდა გვახსოვდეს და ამით ესე იგი ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს გავცემთ. ნუ აი თქვათ ეს პირველი, მეორე, მესამე ამოცანა, ესე იგი ამ გვერდებიდან და კიდე სხვები, ესე იგი. ნუ მაგალითად ნუ იატაკზე უძრავად დევს 1 კილოგრამი მასის 4 ფეხა სკამი. რა ძალით აწვება იატაკის სკამის თითოეულ ფეხს, თუ სკამი იატაკს 4-ვე ფეხით ერთნაირად აწვება. ნუ ესე იგი, ნუ აქ ეგეთი ვარიანტი არის, რომ ესე იგი 4 ფეხი აქვს სკამს. ეს თქვათ უკანა ფეხი, ეს წინა ფეხი და ნუ თქვათ ეს 4 ფეხი აქვს. თუ ამ სკამის მასა არის m, სიმძიმის ძალა არის ესე იგი mg და თანაბრად იქნება ეს განაწილებული, ესე იგი, ამიტომ თითო ფეხზე მოქმედი ძალა F0 იქნება mg გაყოფილი 4-ზე. ეს იყო მერვე ამოცანა. მეცხრე ამოცანა არის ესეთი. კატერის წევის ძალა 1 კილონიუტონია. რისი ტოლია მასზე მოქმედი საერთო წინამდებობის ზალა, თუ კატერი წრფივად და თანაბრად მოძრაობს. ესე იგი, რადგან წრფივად და თანაბრად მოძრაობს, ესე იგი მასზე მოქმედი ძალები კომპენსირებულია. და თუ კატერზე მოქმედებს, ესე იგი 1 კილოგრამი წევის ზალა, ესე იგი F-ი, ესე იგი რაღაცა სხვა ძალები უნდა გააბათილოს, ესე იგი ეს ზალა. ამიტომ წინამდებობის ზალა F წინამდებობისა სიდიდით F-ის ტოლია მოდებული ძალის წევის ძალის და მის საპირისპიროდ არის მიმართული. ნუ მეათე ამოცანა. ნივთიერ წერტილზე მოქმედებს მოდულით ერთნაირი და ჰორიზონტალური მიმართულებით 3 ძალა. ორი მათგან შორის კუთხე 120 გრადუსია. რა კუთხეს ადგენს მესამე ძალა თითოეულთან, თუ ნივთიერი წერტილი უძრავი არის. ნუ ესე იგი ფაქტურად რაზე ალაპარაკი, ესე იგი თქვათ რაღაცა ნივთიერი წერტილი არის, ერთი ძალა მოქმედებს, მეორე ძალა მოქმედებს, ესე იგი ეს ტოლი ძალები არის, მათ შორის კუთხე 120 გრადუსია, ესე იგი მესამე ძალაც ესე იგი 120 გრადუსს უნდა ადგენდეს, იმიტომ რომ აი 3 ესეთი ძალა 120 გრადუსი, 120 გრადუსი და 120 გრადუსი ერთმანეთს გააბათილებს. ეს იყო 97 გვერდი. ხო, ეხლა 91 გვერდი.
გვერდი 91 ამოცანა მოდი დავიწყოთ ესე იგი მე-6-დან დანარჩენი მოდი ესე იგი მე-4 ამოცანა ესეც არ ყოფილა თქვათ საზეპირო ქეთიმ და გოგამ ორი ერთნაირი ქაღალდის ნავი დაამზადეს მათ დასამზადებლად გოგამ პირველ ნავში 5 ცალი 20 თეთრიანი მონეტა ჩააწყო ხოლო ქეთიმ მეორეში 5 ცალი 10 თეთრიანი მონეტა ჰაერის შებერვით მათ ორივე ნავი ერთნაირად ააჩქარეს რომელმა მათგანმა შეუბერა ნავს ჰაერი უფრო ძლიერად აქ ფაქტიურად რაზე არის ლაპარაკი რომ თქვათ ორი სხეული გვაქვს ერთის მასა არის m1 მეორე სხეულის მასა არის m2 m1 მეტი არის m2-ზე და აჩქარებები მათ ერთნაირი აქვთ ესე იგი აპირველი ესე იგი ნიუტონის მეორე კანონის თანახმად m1 a1 არის ესე იგი f1 სტოლი m2 a2 არის f2 სტოლი და აქ ნათქვამია რომ a პირველი უდრის a მეორეს თუ a პირველი უდრის a მეორეს ესე იგი ერთნაირი აჩქარება მიანიჭეს მათ ამიტომ ესე იგი ცხადია f პირველი იქნება მეტი f მეორეზე მეხუთე ამოცანა განსხვავებული მასის სხეულების ერთნაირად ასაჩქარებლად მეტი მასის სხეულზე პროპორციულად მეტი ძალის მოქმედებაა საჭირო. შეიძლება თუ არა იმავეს თქმა მათ ერთნაირად დამამუხრუჭებელ ძალებზე. რა თქმა უნდა. ესე იგი აჩქარება როცა არის მოცემული ეს შეიძლება სხეული აჩქარებულად მოძრაობდეს, შეიძლება შენელებულად მოძრაობდეს. ესე იგი თუ თქვათ m პირველი უდრის m მეორეს, ხო? თუ ერთნაირი მასის სხეულები გვაქვს და a პირველი მეტი არის a მეორეზე, მაშინ ცხადია f პირველი მეტი იქნება f მეორეზე. ახლა მე-6 ამოცანა. მოტოციკლისტი და მსუბუქი ავტომობილი ერთნაირი აჩქარებით დაიზრა, რომლის ძრავის წევის ძალაა მეტი. ერთი არის მოტოციკლისტი და მეორე მსუბუქი ავტომობილი. m მოტოციკლისტსა ნაკლებია m ესე იგი მანქანაზე. რადგან აჩქარებები ტოლი არის, a პირველი უდრის a მეორეს, ესე იგი ცხადია f მოტოციკლზე მოქმედი წევის ძალა ნაკლებია ვიდრე f მანქანაზე მოქმედი წევის ძალისა. მე-7 ამოცანა. ხიდან ერთდროულად მოწყდა ორი ვაშლი, რომელთა მასა 300 გრამი და 150 გრამი. მიიჩნიეთ, რომ ორივე ვაშლი თავისუფლად ვარდება. ერთნაირი იქნება თუ არა მათი აჩქარება. ეხლა თავისუფალი ვარდნის ქვეშ იგულისხმება ვარდნა უჰაერო სივრცეში, ესე იგი ჰაერის წინამდებობის გარეშე. ესე იგი მაგ დროს აჩქარება ერთნაირი არის, ესე იგი, ამის მიზეზი არის ის, რომ სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა f სიმძიმის არის, ესე იგი mg სტოლი, მეორე მხრივ f-ი უდრის m-ას, თუ გაუტოლებთ ერთმანეთს და მასებს გავკვეცავთ, mg უდრის m-ას, ესენი გაიკვეცება, ამიტომ აჩქარება უდრის ეგრეთ წოდებულ თავისუფალი ვარდნის აჩქარებას და ის ერთნაირი იქნება, მასაზე არ არის დამოკიდებული. კიდევ ვიმეორებ, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ესე იგი ჰაერის წინამდებობის ძალას მხედველობაში არ ვღებულობთ. ეხლა მე-8 ამოცანა. უფლისწულს გარეგნულად ერთნაირი 3 მონეტა აქვს, რომელთაგან ერთი ყალბია. იგი დანარჩენზე მსუბუქია. ბერკეტიან სასწორზე ერთი აწონვით, როგორ უნდა
დავადგინოთ, დადგინდეს რომელი მონეტაა ყალბი. ესე იგი, სულ 3 მონეტა გვაქვს, ხო? ესე იგი, ერთი არის ყალბი, ის უფრო მსუბუქი მონეტა არის. ახლა სასწორი გვაქვს, აი თქვათ ეგეთი სასწორი არის. აი ბერკეტიანი სასწორი არის, თქვათ ესე დავხატოთ. ხო, ეხლა ერთი მონეტა გვერდზე გადავდოთ, თქვათ გადავდეთ ეს ყალბი იყო. თუ დავდებთ ერთ პინაზე ერთ მონეტას მეორეზე მეორეს და გაწონასწორდა, ნიშნავს რომ ესენი არიან, ესე იგი, ერთნაირები და ესე იგი ყალბი ეს ყოფილა. მეორე ვარიანტში თუ თქვათ რომელიღაცამ ერთმა გადაწონა, ესე იგი, თქვათ აქ დავდეთ ყალბი და აქ ნამდვილი მონეტა, მაშინ ეს გადაწონის, ესე იგი, რომელიც მსუბუქი არის, ის ყოფილა ყალბი მონეტა. მეცხრე ამოცანა. გამყიდველს სურს აწონოს ერთი შეკვრა ბრინჯი. ვინაიდან მთლიანი შეკვრა ბერკეტიანი სასტორის პინზე არ მოთავსდა, მან პირველ პინაზე ბრინჯის გარკვეული რაოდენობა მოათავსა, რომელიც მეორე პინაზე დადებული 5 კილოგრამიანი საწონით გააწონასწორა. ამის შემდეგ გამყიდველმა საწონი პირველ პინაზე მოთავსებულ ბრინჯთან ერთად დადო. მეორე პინაზე კი დარჩენილი მოათავსა. სასწორი კვლავ გაწონასწორდა. რამას ის ბრინჯი ყოფილა შეკვრაში. პირველ შემთხვევაში, რადგან გაწონასწორდნენ, ესე იგი, ეს პინები, ნიშნავს, რომ პირველად რამდენიც დაყარა, ესე იგი, პინაზე იმისი მასა M პირველი უდრის 5 კილოგრამს, ხო? ეს დადგინდა. მერე, ესე იგი, ამავე პინაზე, ესე იგი, ამ ბრინჯთან ერთად მოათავსა ის საწონი, ესე იგი, 5 კილოგრამიანი და ისევ აქეთ დაყარა დანარჩენი ნაწილი. ესე იგი, აქ დანარჩენზე რისიტოლი იქნება, ესე იგი, 10 კილოგრამი იქნება. სულ ბრინჯი ყოფილა ყოფილა M პირველს პლუს 10 კილოგრამი, ესე იგი, ყოფილა 15 კილოგრამი. ბერკეტიანი სასწორის ერთ პინაზე დადებული 1 კილოგრამი მასის ლითონის საწონი მეორე პინაზე მოთავსებულ ფაფუკმა ბამბამ გააწონასწორა. როგორ ფიქრობთ, ბამბის მასაც 1 კილოგრამია? ეხლა ნახეთ აქ რაზე არის ლაპარაკი. აი თქვა წარმოვიდგინოთ ეგეთი სიტუაცია, რომ აი თქვა ეს არის თქვა აი სასწორი, ესე იგი აგდევს საწონი 1 კილოგრამიანი და აქ არის ბამბა. ესე იგი, ბამბას ცხადია ძალიან დიდი მოცულობა ექნება, ესე იგი, ამასთან შედარებით. ამიტომ ამ დიდ ბამბაზე, ესე იგი, იმოქმედებს შედარებით დიდი ამონგდები ძალა, ჰაერის მხრიდან ამონგდები ძალა. და როგორც ვხედავთ, ესე იგი, ეს გაწონასწორებული არის, ესე იგი, რადგან ეს ამონგდები ძალა რო არ ყოფილიყო, მაშინ ცხადია ეს ბამბის მასა მეტი იქნებოდა და დაძლევდა აი ამ პინას. ესე იგი, M ბამბისა მეტი არის, ვიდრე, ესე იგი, ეს M აი ამ საწონის. ხო, ეს იყო 91 გვერდი. 95 გვერდი. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად სხეულის მასა შეგვიძლია გამოთვალოთ მასზე მოდებული ძალისა და ამ ძალის მიერ სხეულისათვის მინიჭებული აჩქარების შეფარდებით. ნიშნავს თუ არა ეს ჩანაწერი, რომ სხეულის მასა პროპორციულია მასზე მოდებული ძალისა და უკუპროპორციულია სხეულის აჩქარებისა. ესე იგი, ფორმულა არის ეგეთი, M არის F შეფარდებული A-სთან. ესე იგი, ფორმალურად რო შეხედოთ, ესე იგი, თქვა, თითქოს გამოდის, რომ
მასა არის აჩქარების უკუპროპორციული და ძალის პირდაპირ პროპორციული. არ არის ესე ესე იგი, თქვათ გვაქვს რაღაცა სხეული, სხეულზე მოქმედი ძალა ეს არის გარე ზემოქმედება. გარე ზემოქმედება. აჩქარება, რომელსაც ის იძენს, ესე იგი, ეს არის პასუხი ამ ზემოქმედებაზე. პასუხი, ხოლო აი ამათ შორის კავშირს ადგენს, ესე იგი, სხეულის შინაგანი თვისება, ესე იგი, შინაგანი თვისება. აი შინაგანი თვისება ეს არის ინერტიულობა, რომელიც არ არის დამოკიდებული გარე ზემოქმედებაზე. ამიტომ ეს არასწორი იქნება ამის თქმა. ეხლა მეორე ამოცანა. რა აჩქარება შეიძენს 2 კილოგრამი მასის სხეული მასზე მხოლოდ 1 ნიუტონ ძალის მოქმედებით. აჩქარება იქნება F შეფარდებული M-ზე. ეს F არის 8 ნიუტონი, მასა არის 2 კილოგრამი, ეს იქნება 4 მეტრ წამ კვადრატი. აი ესეთ აჩქარებას შეიძენს. მესამე ამოცანა. რისით 2 ავტომობილის მასა თუ ჰორიზონტალური მიმართულებით მოქმედმა 10 კილონიუტონ ძალამ მას 10 მეტრ წამ კვადრატი მიანიჭა. წინამდებობის ძალებს ხედველობაში მიიღებთ. ესე იგი F უდრის M-ას, აქედან მასა იქნება F შეფარდებული M-ზე, F შეფარდებული აჩქარებაზე. აქედან დავადგენთ სხეულის მასას, F ვიცით და აჩქარებაც ვიცით. მეოთხე ამოცანა. 1.5 ტონა მასის უძრავ ავტომობილზე მოქმედება დაიწყო ჰორიზონტალური მიმართულებით 6 კილონიუტონი წევის ძალამ. რა მანძილს გაივლის ეს ავტომობილი 5 წამის განმავლობაში? წინამდებობის ძალას ხედველობაში მივიღებთ. F უდრის M-ას, აქედან აჩქარებას დავადგენთ, რომ არის F შეფარდებული M-ზე, რადგან უსაწყისო სიჩქარით დაიწყო სხეულმა მოძრაობა, გავლილი მანძილი იქნება AT კვადრატ ნახევარი. ასე რომ აჩქარებას დავადგენთ, ესე იგი აქედან, უბრალოდ აი მასა რო არის 1.5 ტონა, ეს უნდა გადავიყვანოთ კილოგრამებში, 1500 კილოგრამი. რაც შეეხება ძალას, იყო 6 კილო ნიუტონი, ესე იგი ეს არის 6/10 მესამე ხარისხად ნიუტონი. და 5 წამის განმავლობაში, დრო არის 5 წამი. ასე რომ ყველაფერი ვიცით და გამოვთვლით ამას. მეხუთე ამოცანა. 5 კილოგრამი მასის აგური ვერტიკალურად ასწიეს მსუბუქი თოკით, რომლის დაჭიმულობის ძალაც აწევისას 80 ნიუტონის ტოლი იყო. რა აჩქარებით მოძრაობდა აგური? აი ნახეთ აქ რაზეა ლაპარაკი. ეს არის აგური, ზევით წევენ ესე იგი მას და ნახოთ რა ძალები მოქმედებენ ამ აგურზე. პირველი მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მეორე არის თოკის დაჭიმულობის ძალა და ზევით მოქმედებს ეს მოძრაობს a აჩქარებით. ახლა დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი ამ სხეულისთვის. ესე იგი mg ვექტორს პლუს დაჭიმულობის ძალის ვექტორი უდრის m-ას. დავაგეგმილოთ ესე იგი ეს აჩქარების მიმართულებაზე, აი x ღერძზე ესე მიმართოთ, გვექნება ts minus mg უდრის m-ას. აქედან დაჭიმულობის ძალა იქნება mg plus a. ხო, აქ ამ ამოცანაში პირიქით აჩქარებას გთხოვდნენ, ამიტომ აჩქარებას ვიპოვით ესე t minus mg შეფარდებული m-ზე. ხო, ესე იგი, მეექვსე ამოცანა, მეგონი დაგვეტევა აქ. 20 კილოგრამი მასის ყუთს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ჰორიზონტალური ძალებით აწვება 2 მუშა. ამ მოქმედების შედეგად ყუთმა 2 მეტრ წამ კვადრატი აჩქარება შეიძინა. განსაზღვრეთ თითოეული მუშის მხრიდან ყუთზე მოქმედი ძალა, თუ მათი მოდულები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 9/5-თან. ყუთზე მოქმედი წინამდგომის ძალას ხედველობაში მიიღებთ. ესე იგი,
მასა იყო ესე იგი 20 კილოგრამი, აჩქარება რომელიც მან შეიძინა არის 2 მეტრი წამ კვადრატი, აი დავხატოთ ახლა სურათი, ეს არის 5, ესე იგი მასა ვიცით მისი და ერთი ძალა მოქმედებს ესე იგი F1, საპირისპიროდ მოქმედებს F2. ნუ ტოლქმედი ძალა იქნება F1 minus F2. ეს უდრის ესე იგი m-ას, ნიუტონის მეორე კანონის თანახმად. ახლა აქ არის მოცემული რომ F1 ისე შეეფარდება F2-ს, როგორც ესე იგი 9/5-თან. ამიტომ F1 არის 9/5 F2-ის. შევიტანოთ ესე იგი ამ ფორმულაში, მექნება 9/5 F2 minus F2 უდრის m-ას, F2 გავიტანოთ ფშილებს გარეთ, F2 9/5 minus 1, ნუ უდრის m-ას, ნუ 9/5-ს რო 1 რო გამოვაკლო, ეს იქნება 4/5, ესე იგი 4/5 F2 უდრის m-ას, აქედან ესე იგი F2 უდრის 5/4 m-ას. ნუ F2-ს თუ დავადგენთ, მერე F1 იქნება 9/5 F2. მეშვიდე ამოცანა. სხეულზე მოქმედებს ორი ძალა. თუ მის მოდულს არა ერთი ძალა, თუ მის მოდულს სამჯერ გავზდით, სხეული საჩქარება 4 მეტ წამ კვადრატით გაიზრდება. რა აჩქარებით მოძრაობდა სხეული ძალის გაზრდამდე. ესე იგი გვაქვს რაღაცა სხეული, რომლის მასა არის m და თქვა თუ მასზე ესე იგი f ძალა მოქმედებდა, ამ შემთხვევაში ის იმოძრავებდა a აჩქარებით. ეხლა თუ ჩვენ ძალას გავზრდით სამჯერ, ესე იგი f პირველი იქნება სამჯერ f-ი, მაშინ აჩქარება a პირველი იქნება a-ს პლუს ესე იგი 4 მეტ წამ კვადრატი. 4 მეტრ წამ კვადრატი. ანუ შეიძლება დავწეროთ, რომ a პირველი იქნება a-ს პლუს ეს დელტა a, რამდენითაც გაიზარდა აჩქარება. ჩავწეროთ ესე იგი ეგა, ესე იგი 3f უდრის m a-ს პლუს დელტა a. ეხლა მოდით ქვედა განტოლება გავყოთ ზედა განტოლებაზე. 3f შეფარდებული f-ზე უდრის m a პლუს დელტა a გაყოფილი m a-ზე. f-ები გაიკვეცება, m-ები გაიკვეცება და გვექნება 3 უდრის a-ს პლუს დელტა a გაყოფილი a-ზე. ნუ ცხადია დელტა a 2-ას ტოლია. ნუ ეს აქედანაც მივიღებთ, რომ 3a უდრის a-ს პლუს დელტა a. აქედან 2a უდრის დელტა a-ს. ესე იგი ეს დავადგინეთ. ნუ დელტა a არის 4-ის ტოლი, ესე იგი a იქნება დელტა a გაყოფილი 2-ზე. ანუ a იყო 2 მეტრ წამ კვადრატი. მერვე ამოცანა. 5 კილოგრამი მასის ნივთიერ წერტილზე მოქმედება დაიწყო ურთიერთმართობული მიმართულებით ორმა ძალამ, რომელთა მოდულები 12 ნიუტონი და 16 ნიუტონია. რისი ტოლი იქნება ძალის მოქმედებით გამოწვეული აჩქარება. დავხატოთ ესე იგი სხეული იმოქმედა ესე იგი 12 ნიუტონმა და 16 ნიუტონ ძალებმა. ნუ მათი ტოლქმედი იქნება აი გეომეტრიულად ეს და ნუ ამას თუ დავარქმევთ f პირველს, ამას f მეორეს, ეს f-ი ჯამური ძალა, რომელიც არის f პირველ ვექტორს პლუს f მეორე ვექტორი, სიდიდით ამ ტოლქმედის იქნება პითაგორელათი უნდა ვიპოვო 12-ის კვადრატი პლუს 16-ის კვადრატი, ესე იგი ეს არის 144 პლუს
16-ის კვადრატი 196-ია მგონი, ხო? მოდი გამოვთვალოთ ესე იგი ესა. 16-ზე, ხო? 96 6 და 1, ესე იგი 256 პლუს 256. ესე იგი ეს გამოვა 400. ფესვი 400-დან, რომელიც არის 20 ტოლი. ხო, და ახლა მე დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. ესე იგი ეს F-ი უდრის, ტოლქმედი ძალა არის F-ი, უდრის M-ას. აქედან აჩქარებას ვიპოვით, იმიტომ რომ მასა ვიცით, არის 5 კილოგრამის ტოლი. ესე იგი აჩქარება იქნება F-ი გაყოფილი M-ზე, ესე იგი 20 გაყოფილი 5-ზე, იქნება 4 მეტრი წამ კვადრატი. ნუ მეცხრე ამოცანა ნივთიერ წერტილზე მოქმედებს 3 ჰორიზონტალური ძალა. თითოეული მათგანი ისეა მიმართული, რომ დანარჩენთან 120 გრადუსიან კუთხეს ქმნის. რისი ტოლი იქნება ნივთიერი წერტილის აჩქარება, თუ ამ ძალების მოდული ერთნაირია. ესე იგი, ჩვენ როგორც უკვე გვქონდა ეგეთი ამოცანა, 3 ერთნაირი ძალა თუ მოქმედებს სიდიდით ტოლი და 120 გრადუსით მიმართული, ესე იგი, ტოლქმედი ძალა, რომელიც არის F პირველს პლუს F მეორე პლუს F მესამე უდრის 0-ის ტოლი იქნება ამ შემთხვევაში. ამიტომ აჩქარება იქნება 0-ის ტოლი, იმიტომ რომ ტოლქმედი ძალა უდრის M-ას, რადგან ტოლქმედი 0-ია, აჩქარებაც 0-ის ტოლი იქნება. მეათე ამოცანა 2 კილოგრამი მასის ნივთიერ წერტილზე მოქმედებს 3 ჰორიზონტალური ძალა. თითოეული მათგანი ისეა მიმართული, რომ დანარჩენთან 120 გრადუსიან კუთხეს ქმნის. რისი ტოლი იქნება ამ წერტილის აჩქარება, თუ ძალების მოდულები 20 ნიუტონი, 20 ნიუტონი და 10 ნიუტონია. ეხლა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. მოდით ჩავთვალოთ ესეთი რაღაცა. ეს იყოს, თქვათ, F პირველი, ეს არის F მეორე, ეს არის F მესამე. F მესამე. ხო, და ეხლა უკვე ეს ძალები არ არის ტოლი. F მეორე უდრის F მესამეს სიდიდეებით. უდრის 20 და F პირველი უდრის 10. ესეთნაირად ჩავთვალოთ. მოდით ეხლა X ღერძი მიმართოთ ესე ქვევით. და Y ღერძი პერპენდიკულარული მიმართულებით იყოს ესე. ეხლა X ღერძის მიმართულებით ჩავწეროთ ტოლქმედი ძალა. იქნება F პირველს პლუს F მეორე პლუს F მესამე. მოდით X ღერძზე დავაგეგმილოთ. ესე იგი F(x)-ი. ეს არის F2x პლუს F3x-ი პლუს F1x-ი. ეხლა F2x-ი და F3x-ი ერთნაირი არის, ამიტომ დავწერ ორჯერ F2x პლუს F1x-ი. ეხლა F2x-ი ეს არის F2 გამრავლებული კოსინუს 60 გრადუსზე. ამიტომ ეს გამოვა ორჯერ F2 კოსინუს 60 გრადუსზე მინუს ესე იგი მინუს F1 მინუს F1. ხო, ეხლა ეს რა გამოვა? კოსინუს 60 გრადუსისა არის 1 მეორედი მინუს F1. ეს ორიანი და 1 მეორედი გაიკვეცება, გვექნება F2 მინუს F1. ეხლა თუ Y ღერძზე დავაგეგმილებთ FY, გვექნება F2Y პლუს F1Y პლუს F3Y პლუს F1Y. F1Y 0-ის ტოლი არის, ამათი Y დგენელები კი იქნება ესეთნაირი. F2Y იქნება მინუს F2 სინუს 60 გრადუსზე პლუს F2 სინუს 60 გრადუსზე
ესენი გააბათილებს ერთმანეთს, ეს ნულის ტოლი გამოვა. ამიტომ ტოლქმედი ძალა იქნება მიმართული x ღერძის გასწვრივ. ესე იგი f(x) არის ესე იგი f2 minus f1, ეს არის 20 ნიუტონს minus 10 ნიუტონი არის 10 ნიუტონის ტოლი და რადგან მასა არის 2 კილოგრამი, f უდრის m-ას, იქნება f გაყოფილი m-ზე, ეგ იქნება 10 გაყოფილი 2-ზე, იქნება 5 მეტრ წამ კვადრატი.